მე თბილისი მიყვარს, თბილისი. უცნაური აფერადებული სისულე ძველი თბილისისა. დროთამსვლელობამ გული გადაუშალა ამ საიდუმლოებას. აქ თბილისის გულისიღრმეში აღმოჩნდა ბუნებრივი ვეძა, ანკარა წყარო და დასაწყისი ჯადოსნური ლამაზი პოეზიისა. ასე იწყება იოსებ გრიშაშვილის ძალიან ცნობილი, მე ვიტყოდი შედევრი, ძველი თბილისის ბოჰემა. და როდესაც პირველად ამას გავეცანი, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი რამ, ეს იყო ჩემთვის ენციკლოპედია იმ პერიოდის თბილისის ეს მოსწავლეობის პერიოდია. მეორედ თუ კი ვენდობით გიზო ნიშნიანიძის დახასიათებას თბილისელობისა და თბილისის სიყვარულისა, მაჯა პირველად ამიჩქროვდა პირველ ნოემბერს, როდესაც ვნახე ფანტასტიკური ფილმის პირველი სერია ფოტოთი გაცოცხლებული თბილისი, რომლის ავტორები არიან მიშა ბასილიძე და რეჟისორი ლევან ახობაძე. აი, ჩვენი სტუმარია დღეს ავტორი მიშა ბასილიძე. ბასილაძე, მოგესალმებით, დილამშვიდობისა. კიდევ ერთხელ აღფრთოვანება იმითი, რაც ჩვენ ნახეთ და არა მარტო ჩვენ მთელი თბილისი ამაზე საუბრობს. და რასაც კიდევ ვნახავთ. იმიტომ რომ პირველი ორი სერია შედგა პირველში და 8-ში, ეხლა 15-ში ველოდებით და 22-ში დამთავრდება. მოდით ეხლა თავიდან დავიწყოთ. საიდან წამოვიდა ინსპირაცია აი ამ ფილმის შექმნისა? ძველი ფოტოებიდან. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც სხვადასხვა თემებზე ვმუშაობთ, დოკუმენტურ ფილმების ჩვენ ჯგუფში არის საუბარი, ჩვენ ზირად მე-19 საუკუნე, მე-20 საუკუნეს ამბებთან გვიწევს ხოლმე შეხება და აქედან გამომდინარე, ფოტომასალა არის ძალიან ბევრი. ფოტომასალასთან გიწევს ძალიან დიდი მუშაობა და ძალიან ბევრი დაგროვდა. ეს ფოტომასალა, სხვათა შორის ისეთი ფოტოებიც არის, რომლებიც აი ბევრს არ უნახია და უბრალოდ საცდაობა იქნებოდა ფოტოების საშუალებით, რომ ის ამბები არ მოგვეყოლა, რომელიც აი ჩვენ გავაკეთეთ. ამიტომ ინსპირაცია პირველ რიგში თავისთავად ხარია ფოტოებიდან მოდის. და უკვე შემდეგ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობა. ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ დაგვეხმარა შემდეგ ამაში. იმიტომ რომ ფოტოებში ჩანს იმ პერიოდის აი ყველაფერი ჩანს. აი ესეთი დეტალებია შეიძლება არ ვიცი, მე სხვანაირ დამოკიდებულება მაქვს ფოტოს მიმართ. 1 საათი უყურო ერთ ფოტოს და ძალიან ბევრ რაღაცას გაიგებ, ისეთი დეტალებია, ისეთი ხედებია, ის შენობები, რომლებიც უკვე აღარ არსებობს, ის ჩაცმულობა, ის ხალხი, რომლებიც არ არის, მაგრამ რო უყურო. აი ხალხია ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ სულ სხვა თვალებით იყურებიან. სულ სხვა პორტრეტებია და აი ეს ერმაკოვისა და როინაშვილის მიერ გადაღებული საოცარი სურათები, ესენი ქმნიდნენ აი ამ პორტრეტებს ისეთნაირად და კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რომ აი ესენი აამოძრავეთ და ჩვენ ყველამ ვიმოგზაურეთ დროის მანქანის საშუალებით აი ამ დროში. რა იყო ალბათ ყველა საინტერესებს, ხო, აი ამ მასალის, ასე ვთქვათ, ძიების პროცესში, აი ყველაზე დიდი აღმოჩენა თქვენთვის? აღმოჩენები ბევრი იყო, თვითონ თბილისის შესახებ იმდენი, ხო, ერთი შეხედვით ხო ყველაფერი ვიცით და ვიცით თბილისის შესახებ, მაგრამ რო ჩაუღრმავდები და ამას კითხულობ, ანუ კვლევის პროცესში, როდესაც ვამზადებით ამას, ძალიან ბევრი ამბავი ამოდის ისეთი, რომელიც აი წარმოდგენა არ აქვს ამაზე. მაგალითად აი სიტყვაზე ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ დღევანდელ თავისუფლების მოედანი იყო შეშის მოედანი, ერქვა თივას ყიდნენ და საერთოდ ხევი იყო, იქ არაფერი არ იყო საერთოდ. ჩამოდიოდა ხევი, ისა წყალი, რომელიც შემდეგ მტკვარს უერთდებოდა, წამკისის წყალი იყო თუ არა ვცდები და შემდეგ უკვე მე-19 საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო მისი, ასე ვთქვათ, განაშენიანება და იმ ფორმის მიღება, რომელიც ახლა დღეს არის. ეს იყო ერთ-ერთი დიდი აღმოჩენა ჩემთვის, რომ აი თბილისის ცენტრი იყო. ესე ძალიან უამრავია ესეთი. აი მაგალითად სიტყვაზე თულუხჩები, რომლებიც წყლის მზიდავები იყვნენ, ხო? ეხლა ჩვენთვის ძალიან, როგორ ვთქვა, ბუნებრივი ამბავია, რომ სახში უკანს გახსნიდა წყალი მოდის. მაშინ ხო ესე არის. კი იყო მაშინ ჭეები და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადი არტერია თბილისის სასმელი წყლის იყო მტკვარი.
და მტკვარს სვამდა ხალხი. კი, და ამ მტკვარს რო ხალხი სვამდა, ეს წყალი ხოლმე მისულიყო სახლებამ, ამას თულუხჭები დაავტარებდნენ. და რატო გავიხსენე, ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ანუ იმდენად დიდი ფუნქცია ჰქონდათ თულუხჭებს, რომ ქალაქის მმართველობას ისინი გათავისუფლებული ყავდა გადასახადებისაგან. სამაგიეროდ ხანძარი იყო და მეხანძრები არ იყვნენ თბილისში იმ პერიოდში, თულუხჭები ეძებოდნენ წყალს ხანძრის ჩასაქრობად, თუ იმათი. ესეც აღმოჩენა იყო. თუმცა თულუხჭება იმ ქარვასლას, რომელიც დაიწვა, ხო? კი, აი ზუსტად ქარვასლა, რომელიც დაიწვა, ზუსტად მაგის ბრალი იყო. რო არ იყოს სახანძრო წესიერი სახანძრო სისტემა. ხო, ნუ იმ დროს არ იქნება. ბატონო მიშა, მაინტერესებს ხა თქვენ როგორც სცენარის ისე მოგმართავთ, ძირითადი დასაყრდენი ლიტერატურა, ნაშრომები, რაზეც აიგო შემდეგ ეს სცენარი. რა იქნა გამოყენებული? გრიშაშვილის აი თქვენ რა თქმა კი, მაგი იყო. შემდეგ ძალიან იმ პერიოდის პრესა იყო გამოყენებული მეფის რუსეთის დროს გამოშვები ჰქონდათ კალენდარი ესე ყოველ წელს უშვებდნენ რაღაც ახალ ამბებს ამატებდნენ შიგნი მიმოიხილავდნენ ანუ იმ კალენდარში მაგალითად სიტყვაზე ყოველ იმაზე იყო მაგალითად რამდენი სასტუმრო იყო თბილისში ჩაწერილი ვინ რას აკეთებდა იმის მიხედვით აფთიაქები და ანუ ძალიან ტევად ინფორმაციას იძლევა ეს კალენდარი ნუ გარდა ამის არის ძალიან უამრავი ბევრი წიგნი არის თბილისზე კვლევის ეხლა უბრალოდ არ მახსოვს მათი ავტორები რა დავასახელო მაგრამ მათ შორის 20-იანი წლების შუა წლებში გამოცემული წიგნებიც არის და იქ არის დეტალურად აღწერილი აი როგორ იცვლებოდა თბილისი არქიტექტურული თვალსაზრისით, ტრანსპორტის თვალსაზრისით და ასე შემდეგ, მაგრამ ამბები რომლებიც აი ესეთი კარგი ამბები რა ესეთი გრიშაშვილს აქვს ძალიან ბევრი. კი რა თქმა უნდა. და ასე აი ყარაჩოღელებზე, კინტოებზე, მისი დახასიათებები. აი შენ ამბობდი კინტოებზე ვისაუბრეთო. აი აქ მომწურავად იყო და თითქმის. დიდი კოლორიტი იყო. კი, ნუ კინტო თვითონ გრიშაშვილის აღწერა და სხვასაც როგორც აქვს აღწერილი არის ირანული წარმომავლობა აქვს. ამ ფენომენს ხო კინტოებს რომლებიც იყვნენ ხელზე მოსამსახურეები დიდგვაროვანთან. ანდაკიდან წვრილი ხელით მოვაჭრები და სპარსელთა შემოსვლის შემდეგ თბილისში, ნუ რამდენჯერ ხო იყვნენ მათი ბატონობის დროს ისინი შემოყვნენ და შემდეგ დარჩა და შემდეგ რაღაცნაირად ქართულ რეალობას მოერგნენ. ანუ ეს იყვნენ წვრილი ვაჭრები. რომელიც ყველაფერს გადრულობდნენ. კი, ყველაფერს. მოაყვებდნენ ნებისმიერ. აი ხო თქვენ ახსენეთ სამი შაბაზისთვის ყველაფერს გააკეთეს. ძველი გაზეთები მაცნე, ხო როგორც ვიცი მაცნედანაც გაქვთ. მაცნე კი. და ერთი ამონარიდი ისე მომეწონა იმ ფილმში, რაც გაქვთ გამოყენებული, ეს არის ფასები. ხო. და აი მე მაგალითად ძალიან გამიგვირდა რომ საქონლის ხორცის ფასი ორჯერ ნაკლები იყო იმ დროს ვიდრე პურის. ანუ ესე გამოვიდა. არ დავაკვირვები ვარ სხვათა. ხო და მე მაგას დავაკვირდი. ანუ თონის პური კარგი ისეთი სიამოვნება იყო რომ ცოტა ძვირი. და საქონლის 14 კაპიკი იყო თუ არ. შესაძლოა იქ ხო რაღაც შეფარდებაზე არის რა ვიცი არ ამგონია. ხო ანუ გამიკვირდა ძალიან ეს და სხვათა შორის აი თვალწინ მედგა ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია აკამორჩილაძე მისი მთელი ეს ტრილოგია მადათოთან დაკავშირებით და ისე ზუსტად იყო გაკეთებულია ძალიან მოზომილად იყო ისევ კინტოებზე ვლაპარაკობ იმიტომ რომ არ იყო ბოლომდე გაშიფრული სიტუაციები მაგრამ აი ეს კინტაური ცეკვა ცოტა სხვანაირი იმით რომ მიდის აი ძალიან ლამაზად იყო მინიშნებული არა ზოგადად ეს გაცოცხლებული ფოტოები არის აი საოცარი სანახავი თვითონ ვიზუალურად ეხლა შინაარს რომ სულ თავი დავანებოთ აი მართლა ვერ აი მოგნუსხავთ ანუ აი თუ ვინმეს არ გინახავთ აი ძალიან გირჩევთ იმიტომ რომ ვერ მოწყდები ისეთი საინტერესოა გარდა იმისა რომ რა თქმა უნდა უამრავ ახალ ინფორმაციას ვიგებთ ჩვენს ქალაქზე მიუხედავად იმისა რომ გვეგონა რომ ბევრი ვიცით თურმე ბევრი არ ვიცით იცით რა არის კიდევ საინტერესო აი ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ჩვენი დოკუმენტური სტუდია დოკუმენტური ფილმების სტუდია ხომ არ გეგმავთ ნუ ალბათ გეგმავთ ახლა დარწმუნებული ვარ მაგრამ ახლო მომავალში
რაიმე მსგავს პროექტს. კი, რატომაც არ იმდენად გაამართლა ამან რომ ძალიან გაამართლა. შეიძლება მთლიანად მთელი ფილმი არ იყოს ესე აწყობილი, მაგრამ აი რაღაც დოზით ალბათ. იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, აი მაგალითად მე-20 საუკუნის ისტორიულ თემატიკაზე რაც მიდის ხოლმე ფილმები ძალიან ფასეულია იქ როდესაც დოკუმენტურ კადრებს იყენებ აი თვითონ რაც უნდა არის მაგრამ სადაც არ არის ხოლმე მაგის როცა არ არის და უნდა აჩვენო ვიღაცა და გააცოცხლო სავსებით შეიძლება იმიტომ რომ აი ხელოვნური ინტელექტი რო გამოვიყენეთ ნუ აი ძალიან კარგად ვიცი მე ეს ტრაბახში არის უბრალოდ ყოველდღიური შეხება მაქვს იმ პერიოდის დოკუმენტური ქრონიკა აი ქართული მაგალითად ვიცი ძალიან კარგად რა მაგრამ ხელოვნურმა ინტელექტმა რო გააცოცხლოს ზოგჯერ მეც კი დავიბენე მე მეგონა რომ ეს ვიდეო კადრი იყო ისე კარგად გააკეთა რაღაც მომენტები ესეთი ხარისხით აკეთებს უკვე კი ბატონო მიშა საერთოდ არის ასეთი გამოთქმა რომ ეს არის ჩემი სამაგიდო წიგნი რაც მართლა ეს ძველი თბილისის ბოჰემა იყო ჩემთვის და რჩება კიდევაც სამაგიდოზე აი ძალიან მინდა რომ ეს ყველაფერი იქცეს ჩემ სამაგიდო ოღონდ არ ვიცი რა დავარქვა დისკი კასეტა რა როგორ შეიძლება ეს ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს იმიტომ რომ მე როდესაც ვნახე პირველი გამორჩა და გადავატრიალე მე მაი ვიდეო ჯიზე და ისე უყურე და დაიდება ეს შემდეგ ალბათ დაიდება ეს უკვე ეს ტელევიზიის საკუთრება ამიტომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა უნდა განსაზღვროს როგორ არა აუცილებლად იქნება პლატფორმებზე ხელმისაწვდომი პირველ რიგში პირველი არხის პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი ძალიან დიდი მადლობა წარმატება მინდა გისურვოთ თქვენს შემოქმედებაში და ველოდებით კლავაც ესე იგი თქვენგან ესეთ სიახლეებს აქვე შეგახსენებთ რომ ამ ფილმის მესამე და მეოთხე სერია შეგიძლიათ იხილოთ 15-ში კვირას საღამოს 8 საათზე და შემდეგ ასევე 22-ში საღამოს 8 საათზე ჩვენს დამამშვიდობოთ უკვე ჯონი, ჩვენი ახალი დღეც უახლოვდება დასასრულს და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით და ეს მომავალი შეხვედრა იქნება ორშაბათს. არა, ხუთშაბათს. გამოტოვა ერთი დღე. ხუთშაბათს. დროებით მეგობრებო.